მოგესალმებით, თქვენ იყოფებით არხზე კოდების სამყარო. ეს ვიდეო არის მათთვის, ვინაც ცოტა იცის HTML, CSS-ი და უნდა რომ თქვათ ნახოს, რაც აქ არის გამოსახული, მარტივი გაცენტრება, სურათის ცოტა მომრგვალება და ჭრილი. მეტი აქ არაფერი ისეთი არ იქნება. მოდით დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ბევრი გზა არის თქვათ გაცენტრებისთვისაც, მაგრამ რაღაც მარტივს გავაკეთებ და თლიან გვერდზე გავაცენტრებ. ამისთვის, style CSS-ს დავამატებ. HTML-ი უკვე მაქვს და აქ link ერთი წამით, link CSS-ი ასეთ თუ დავწერ shortcut-ით, დამეხმარება ამ style CSS-ის ესე იგი import-ში. ეს დავაიმპორტე და აქ გავაკეთოთ რაღაც div-ი, აქაც shortcut-ს გამოვიყენებ. div-ი შემიძლია დავწერო პირდაპირ წერტილი და თქვათ კონტეინერი. კონტს შემოკლებით დავწერ. დავაჭერ enter-ს და div-ი კლასით კონტეინერი გამოჩნდება. და აქ ჩავსვავ სურათს, რომელიც მაქვს image folder-ში. აი თქვათ ეს სურათია რა. ესე იგი image რომელსაც source-ი თავისთავად ექნება და ამ source-ში avatar, image პირველ რიგში, ანუ უთითებ image folders და შემდეგ avatar jpg-ს. კარგით. alt text-ი, თუ ესე იგი ის არ ჩაიტვირთა, შეიძლება დავაწეროთ აქაც avatar-ი. თუ ეს არ ჩაიტვირთა, სურათი და მოკლედ ეს არის ფაქტიურად, აი ნახოთ, live server-ზე მაქვს გაშვებული. მოდით ასე გავაკეთებ ამას ერთი წამით. აი ასე. ამას ცოტას გავადიდებ ერთი წამით. ეს ძალიან არის ალბათ. აი ასე იყოს სადღაც. და დავწერ სტილებს. სტილებზე პირველ რიგში დავწერ margin padding-ს 0-ებს, რომ აი ნახეთ, დაშორებები დააკლდა აქ, იმიტომ რომ ავტომატურად რაღაც დაშორებები აქვს, მე გავანოლებ და სადაც დამჭირდება, ისედაც დავწერ. და box size-ი border box-იც ეგ არის, რომ სუფთა მანძილები იყოს. ახლა ყველაფერს ამ დეტალურად არ განვიხილავ, რადგან დეტალური კურსებიც მაქვს HTML, CSS-ი და შეგიძლიათ ნახოთ. კარგით. აქ ახლა კონტეინერზე რაღაცებს გავაკეთებ, წერტილი კონტეინერი, მაგრამ მანამდე სურათს მივცემ, ანუ კონტეინერში მოთავსებულ image-ის, თქვათ width-ი, არ ვიცი, 300, 200, როგორც მოუხდება რა. მოდით ეს პატარა ზომა იყოს. თან თლიან გვერდზე ხო არ მაქვს ახლა გაშლილი და თლიან გვერდზეც ხო რა მეტი ზომა არ არის საჭირო. აქ უბრალოდ ნახეთ, ეს დაზომული მქონია და დაზომა არ არის ასევე საჭირო. კარგით, იყოს ასე. ამას აქვე მომავმგვალებ. პრინციპში მომგვალება მარტივია. border radius-ი 50%. და ნახეთ, იდეალური მგვალი არის. კარგით, ჭრილებს მე დავუმატებ, ახლა გავაცენტროთ. იმისთვის რომ გავაცენტროთ, ბევრი გზა არის, როგორც გითხარით, მაგრამ აი ყველაზე მარტივია, რომ კონტეინერს ვუწევთ display flex-ი და თქვა justify content center-ს თუ მივცევთ, გაცენტრდება აი ასე, შუაში, მაგრამ სიმაღლეზე რომ გავაცენტროთ, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა, რომ როგორც აი სიგანი აქვს, ესე იგი რაღაც მანძილი დააცენტრეს, ასევე ამ კონტეინერს სიმაღლე უნდა ქონდეს, ის კონკრეტული, ესე იგი, მანძილი, ის სიმაღლე უნდა ქონდეს, რის შუაშიც გავაცენტრებს და ამ შემთხვევაში კონტეინერი ნახეთ, სულ რაღაც 200 პიქსელია სიმაღლეში, ანუ სურათის სიმაღლეა. და აქ რომ დავწერო ახლა მე align items center-ი, ამან წესით უნდა გააცენტროს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გააცენტროს, რადგან კონტეინერს არ აქვს სიმაღლე. ამიტომ კონტეინერს მივცევთ იმ სიმაღლეს, რაც გვინდა და იმის მიხედვით უკვე მე ცენტრში გავა align items-ით ეს სურათი.
ამ შემთხვევაში, ესე იგი, მე შემიძლია ამ კონტეინერს მივცე ან მინიმალური height-ი, ან height-ი. ნუ მოდი height-ი იყოს ამ შემთხვევაში. ნუ შეიძლება მინიმალური height-ის თუ რაღაცებს ვამატებთ. height-ი 100 VH. VH არის ეკრანის ზომა. და ნუ თქვათ ეს კონტეინერი ასე იყოს და დაბლა რო ჩამოსცროლავ, ნუ შეიძლება მე სხვა კონტეინერი იყოს. ან როგორც გითხარით, შეიძლება მინიმალური height-იც მივცეთ და თუ არ დაეტევა, მე ქვემოთ ჩამოვა, მაგრამ ასეთ რამეზე წესით არ დაგვჭირდება. კარგით. გავაცენტრეთ და box shadow-საც, რომელსაც ახლა ძალიან დეტალურად არ განვიხილავ და როგორც გითხარით, CSS-ის ვიდეოში მაქვს. დავუწერ როგორი იყოს, თქვათ 0.4 პიქსელი, 8 პიქსელი, 0 და რაღაც ფერი, ანუ როგორ გადავიდეს ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად და როგორი რამდენად, ესე იგი, დაბლურული იყოს ეს ზომები ეთითება და ეს ფერი ახლა, ნუ იდეალური არ არის ეს სამიანები. უბრალოდ ნახეთ, მე შემიძლია აქ ვცვალო რა და ლაივში დავინახო, აი წითელიც შეიძლება თქვათ და სხვადასხვა ფერი, ნახეთ. იცი სტაფილოსფერი შეიძლება, მგონი ეს სტაფილოსფერი უფრო უხდება, აი ასეთი რაღაც. ნუ შეიძლება შავიც, არ ვიცი. მოდით ეს ფერი იყოს. ან უფრო სტაფილოსფერი თუ მოუხდა ერთი წამით, სადღაც ორენჯი ვნახოთ აბა. თუ მოუხდა, არა, ორენჯის ეს ფერი ჯობია. ხო, აქედან ეს ცვლა შეიძლება და დაყენება. ნუ შეიძლება ამ ბლურის რადიუსების და ვერტიკალური, ჰორიზონტალური ბლურების ცვლაც ზომების. მაგრამ ამ შემთხვევაში ფერის შევცვალე ვყოროთ. კარგით. აი, ასეთი რაღაც გამოვიდა. მოკლედ, ნუ ეს არაფერი არ არის, უბრალოდ დაწყეთათვის მარტივად გაჩვენეთ, როგორ შეიძლება გაცენტრება, სურათის ჩასმა, დამგვალება და როგორც გითხარით, ჭრილის მიცემა სურათს. თუ რაიმე კითხვა გაქვთ, რა თქმა უნდა, დააკომენტარეთ, ან მომწერეთ, კოდი სულ ეს გამოვიდა. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.